Kas gisurat, batonebo? Gaitsanit Jengizatai. ესე იგი თქვენ ხართ ცნობილი ჯენგიზატაი? ყველაფერი რაც ჩემს შესახებ გსმენიათ ტყუილია. ყველა კარგ ხასიათია, ყველა იგებს. თუ ბატონ ეზელთან ერთად გახსნით სასტუმროს მოგებული თქვენ დარჩებით. მაგრამ ნახოთ, იქნებ მეც შემხვდეს ცოტა რამ. მაშკეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს წრეში. როგორ დაითანხმა ისინი აქ მოსვლაზე? ისინი ხომ სასტუმრო ბიზნესის მაგნატები არიან. ვიცი. რამდენი წელია სასტუმრო მაქვს და არასდროს მომსალმებია. დღეიდან მოგესალმებიან, ჯენგიზ. პასუხისმგებლობები შენ განალისთან დაკავშირებით. ჯენგიზ. ეს შენი გადასაწყვეტია. აბა შენიც. ეზელ არ ვიცი შეამჩნია თუ არა მე და შენ დავადექით გზას, საიდანაც გადახვევა შეუძლებელია. გეშინია. გამოიცანი ვინ ვარ? ერთი წუთით შენ შენ ხარ შენ იშან იმედია თამაში ხელი არ შეგიშალა. მე მოვდივარ. მოვდივარ რომ თამაში ჩაგიშალოთ. სრულიად მარტო მოვდივარ. და მალე ჩაგიშლით მაგ თამაშს. ეშმაკები ხართ. ყველაფერი გათვლილი გაქვთ. აი მესმის სიურპრიზი. რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა? უბრალოდ მოვედი გასართობად. ძალიან კარგი. შესანიშნავად გამოიყურები. ბოდის გიხდით. ჯენგიზ შეიძლება პირისპირ დავილაპარაკოთ. ოღონდ ეიშანს ველაპარაკები. ეიშანი მოვიდა აქ, ესე იგი სამყარო გაჩერდა. ბოდის გიხდით. თქვენ საქმეებს მიხედეთ, მე მიმიხედ მოვიხედავ ნახევრა სიახლეები და ენერგი ჩემს აქ არ ყოფნაში ჯენგიზ. ალი. ჯენგიზ. ალი. თქვენ გაქვთ შხამი, კლანჯები და ეშვები. თქვენ გყავთ მოსამსახურეები. თქვენ გაქვთ იარაღი. Öğleden sonra ölüm. სადილის შემდეგ. ვერ მივხვდი? ასე ქვია ამ კოქტეილს. გასინჯეთ. ძალიან ძლიერია. მაგრამ გემრიელია. Beğendiniz mi? მოგეწონათ არა? Ben ne zaman... როცა აქ ვარ სხვა კოქტეილს არ ვსვამ. Sizin ilk seferiniz. თქვენ პირველად გასინჯეთ? Evet. დიახ. Ama şimdi მაგრამ ვფიქრობ ამიერიდან მხოლოდ ამას დავლევ ხოლმე. İlk defa içildiğinde insan... თავიდან თავბრუ გესხმის. Ama sonra alışır. მე კი როცა შეეჩვევი თითქოს სხვა გემო აქვს. მართლა? Niye içiyorsunuz? აბა რატომ სვამთ? Ben içmezsem unuturum. რომ არ დავლიო და მე ვიწყებს. Bazen şey... მაგრამ თუ პირველ კლუბს მე İlk ვსვამ, kadehi ben almıştım elime. ესე იგი ბოლო კლუბსაც მე დავლევ. Herhalde son kadeh de benim olacak. Arada bir ხედავ ეს გაბედნიერებთ. Siz misafir... ნუ გავიწყდებათ რომ თქვენ სტუმარი ხართ. Ben ev sahibi. მე კი მასპინძელი.
გასაგებია. მაშინ იქნებ ჩემი კოქტეილიც თქვენ დალიოთ. Bana iyi bakın. მომისმინე. Bütün ეს ჩემი ბარია და ნაკლებად მაღილვებს შენ Siz რას სვამ. değiştiniz, o kadar umurumda değil ki. Bir tane daha. კიდევ დამისხით. მე მარტო მოვედი. იმიტომ რომ მე მაქვს ის, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. სირცხვილის გრძნობა. ეს მუდმივი შტორმია. სირცხვილი ეს ყველაზე საშინელი მტერია. სირცხვილი ეს ყველაზე დიდი წყევლაა. აბა ჯენგიზ, რა გადაწყვეტე? ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე პარტნიორო. რაღაც რომ მიიღო ამის სანაცვლოდ რაღაც უნდა გასცე. მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების, მაგრამ თუ ამ თამაშის წესი ასეთია, მაშინ მოგვიწევს რაღაცის მიცემა, იმისთვის რომ ალი თამაშიდან გავიდეს. კაზინო? ანუ შენ გინდა ალი შენს პარტნიორად აქციო კაზინოში? ამ ადგილიდან ერთ წელიწადში არაფერი დარჩება. ხუმრობა იქით იყოს და მან ეს დაიმსახურა. წარმომიდგენია როგორ გავუხარდება. მოდი ამ სიურპრიზს ნუ გავაფუჭე. ნუ გაგიჟდება. უკვე ველაპარაკე. სულ მალე აქ იქნება. უთხარი იარაღის გარეშე მოდი მეთქი. შენ როგორ ვთხოვე? Şöyle tercihleri kullandırmayalım giderek. ხომართლა ჯენგიზ, რა მინდოდა მეთქვა? ამ ბიჭებმა სამსახური მთხოვეს, ხო და აქ მოვიყვანე. Ben de bazı tanıdıkları aradım. Bunlar mı? კი ბატონო. Tamam. კარგი. Hadi gelince. ალი მოვიდეს და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. აბა, პარტნიორო, ის გადაგჩენია ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. Hadi bakalım. მოდი. მოღალატეებო. ეიშან. მოდი. ასე ადვილად ვერ ჩამიგდებთ ხელში. ნაბიჯრებო. ნახოთ ვინ აჯობებს. მოღალატეებო. ბატონო ალი რა გინდა? შენ რა გაგიჟდი? მე ვცდილობდი დამერეკა ბატონო ალი. მომისმინეთ. შეხედეთ. ნახეთ. შენ რა გაგიჟდი ალი? გაგიჟდი? თქვენ რაღაცას მეთამაშებით. თქვენ მე გამყიდეთ. რა თამაშზე მელაპარაკები იდიოტო? აჰა. ეს სალაროს გასაღებია. მე მინდოდა ჩემი პარტნიორი გამختارიყავი კაზინოში. ამიტომ მოგიყვანი აქ. სიურპრიზ გიმზადებდი. და ესენი? რა ესენი? ესენი სამსახურს ეძებენ. მოვიდნენ რომ აგერჩია რომელი გაწყობდა. რა თამაში ალი სულ გაგიჟდი?
მე რაღაც მჭირს. თავი მთლად წესრიგში არ მაქვს. ჯენგიზ, წადი. სახლში წადი. წადი მეთქი. კარგი. კარგი, უნდა დავისვენო. უნდა გამოვიძინო. ხვალ მოვალ ჯენგიზ, ხვალ. ხვალ მოვალ. ხვალ ნუ მოხვალ ალი. კარგი, როგორ შენ მეტყვი? აბა როდის მოვიდე? კვირის ბოლოს მოვალ. ნურც კვირის ბოლოს ნუ მოხვალ. საერთოდ ნუ ღარ მოხვალ. წადი. წადი აქედან ალი, წადი. წადი. ჯენგიზ, გმარა, მომბეზრდალი. წადი. დაბრუნდი სახლში. წადი. მადლობ დეპო. შენ კარგი მეგობარი ხარ. წავედით სახლში. წავედით. ალი. მორჩა იშან. აი ამ წერტილამდე მოვედი. დაჯექი თუ გინდა. ეზელ, Götür beni. წამიყვანი აქედან. Toparladınız mı? ყველაფერი აალაგეთ. ერთი მაგიდა დარჩა. კარგი, დღეს ადრე დავამთავროთ. თქვენი ნათესავი არ მიდის. როგორ ხარ სიძე? Ne dedim? მე შენ რა გითხარი? მე რა, პატარა ბავშვს გავარ ჯენგიზ. შენ უნდა დაგიჯერო? ნუ გიშინია. უბრალოდ მინდოდა მენახა სად მუშაობ. ლამაზი ადგილია შვილო. მე პატრონის სიმამრს ვისკი მოუტანე, რა თქმა უნდა დაწესებულების ანგარიშზე. Ne istiyorsun sen? რა გინდა სერდარ? მოგება ჯენგიზ. დარჩეს შვილო, დარჩეს. ო, დარჩეს. შენც უთხარი ჯენგიზ. გმადლობ ყმაწვილო. Son oyun. ეს ბოლო თამაშია. Bir daha da buraya gel. კიდევ ერთხელ თუ გაბედავ აქ მოსვლას, ალის მთელ ხროვას მოგისევ. გავიგე შვებულებაში გავიდა. უვადო შვებულებაში. კიდევ? კიდევ ის ვიცი, რომ მე და შენ მარტონი ვართ აქ პარტნიორო. Çıkın. თავისუფლები ხართ. Hepiniz çıkın. ყველანი თავისუფლები ხართ. Yanlış adam. მოწინააღმდეგე შეგეშალა სერდარ. Yanlış. სვერპლი არასწორად შეერჩია. ჩემი სანაგვეზე გადაგდება გადაწყვიტე?
ცხვირს მიბზუება რა? ერთხელ თუ შემოვედი შენს ცხოვრებაში, არასოდეს აღარ დაგანებებ თავს. დაიმახსოვრე, მე სერდარი ვარ. თამაში თუ იწყებ გახსოვდეს. მეფის როლს მე ვთამაშობ და მოგებიდან ყველაზე დიდ ნაწილსაც მე ვიღებ. გესმის, ჯენგიზ. Sen eskide kalmışsın Serdar. შენ წარსულში დარჩი სერდარ. შენი დრო გავიდა. Öyle bitir. ხელის ერთი მოქნევით გაგანადგურებ. მიდი რაღაც ელოდები. ყოველ კვირას 10,000 მომცემ. ეს არც ისე ბევრია. ამისთვის გეყოფა ფული. Neyine güveniyorsun? მაინც რისი იმედი გაქვს სერდარ? შენი სიმხდალის. ეს გაქვს. მაგრამ აი, ეს არა. შემში შერახარ. ეს არ გაქვს. ალის აქვს ეს, მაგრამ ის ახლა აქ არ არის. შენ მხოლოდ ლაპარაკობ, ჯენგი, სწორედ ამის იმედი მაქვს. მხოლოდ ამის. აბა, კარგად ძვირფასო. სიძე. მომავალ კვირაში შევხვდებით. ხო, არ დაგავიწყდეს ჩემ შვილიშვილს აკოცე ჩემ მაგივრად.